საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მხოლოდ ქუჩის პროტესტზე დაყრდნობა შეცდომა. მისივე განცხადებით წლების განმავლობაში ოპოზიციამ ვერ იმუშავა ხალხის ყოველდღიურ პრობლემებზე. დათმო მნიშვნელოვანი თემები და ხელისუფლებისთვის პროგნოზირებადი ძალა გახდა. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოусრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა. შეცდომაა პოლიტიკის მთლიანად ქუჩით ჩანაცვლება, ქუჩა ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ პოლიტიკის გარეშე ძალიან გაძნელდება. ერთ და იგივე დაუსრულებელ წრეზე სიარული არაფერს გვაძლევს. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ის ძალიან ადვილად პროგნოზირებადია დიქტატურისთვის. საერთო ჯამში ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ წინასწარ გაკვალული ტრაექტორია. ერთ და იგივე წრეზე სიარული. ოპოზიციურ ალიანსში, რომელიც 9 პარტიას აერთიანებს, სააკაშვილის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. ალიანსის წევრი 8 პარტია განცხადებებს პერსონალურ თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი რიტორიკა საერთო ბრძოლას აზიანებს და ძირს უთხრის იმ ერთობას, რომლის შენარჩუნებაც ოპოზიციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ისინი მკაფიოდ მიუთითებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომ მსგავსი რიტორიკისგან თავი შეიკავონ. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ დაცული იქნას ის შეთანხმება, რომელიც ყველა პარტიის, ანუ 9 პარტიის მიერ არის ხელმოწერილი, ეს ერთი. მეორე, ჩემი აზრით, უფრო შიდა პრობლემები აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ამიტომ არის ეს გამოძახილი. აქედან გამომდინარე, მათ უნდა გადაწყვიტონ, აპირებენ თუ არა ალიანსში საქმიანობას. ალიანსის შიგნით არანაირი კრიზისი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელსაც მიუყვებით ალიანსის წევრების უმრავლესობა, ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარე კრიზისს, ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, ანუ ამ შეთანხმებას, რომელსაც ხელი თავად მოაწერეს, რად მიიჩნევენ ლუზერობის ფორმულად და სააკაშვილის ცენზურად, თუ იმ დოკუმენტად, რასაც თავად მოაწერეს ხელი. ალიანსის პოზიციაზე პასუხმა არ დააყოვნა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. პარტიაში აცხადებენ, რომ იმ გაერთიანების ნაწილი ვერ იქნებიან, სადაც მათი ლიდერის წინააღმდეგ დაფარული ან ღია უარყოფითი კამპანია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ იმ მოცემულობაზე, რომ შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნე დამოღებული. ის გახლავთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერი. გარდა ამისა, უბრალოდ პოლიტპატიმარზე როცა მედი საუბარი, განსაკუთრებულად სენსიტიური უნდა იყოს ყველა. და სენსიტიური თემა გახლავთ, ამიტომაც რა თქმა უნდა, ამის მიხედვით გადაწყდება ჩვენი ალიანსში დარჩენა. ეს გადაწყვეტილება არ არის ერთპიროვნულად მისაღები, არის კონსენსუსურად მისაღები. ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელიც ალიანსში არ არიან გაერთიანებულები, მიმდინარე პროცესები მოულოდნელი არ აღმოჩნდა. ლელოდა პარტია საქართველოსთვის, რომლების თავიდანვე არ შეუერთდნენ ამ ალიანსს, აცხადებენ, რომ მსგავსი შიდა დაპირისპირება პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან განსხვავებული ხედვების გაერთიანება ერთ სივრცეში წესების გარეშე საბოლოოდ სწორედ ასეთ კონფლიქტამდე მიდის. არ იყო შექმნილი იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზეც ალიანსები უნდა იქმნებოდეს და მათ შორის ჩვენც გთხოვდნენ ამ ალიანსის წევრობას და ამაზე უარს ვამბობდით და მე ვფიქრობ, დღეს მაინც ყველასთვის ცხადია, რომ ეს ალიანსი რაღაც ისეთ პრინციპებზე იყო დაფუძნებული, რომელიც შესაძლოა დიდხანს ვერ გასტანდათ. მართლგუნდში მიმდინარე პროცესებს ოპოზიციის სისუსტე დაფასებენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია კვლავ შიდა დაპირისპირებებით არის დაკავებული და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, მიმდინარე პროცესებმა ცხადყო, რომ ოპოზიცია მათ კონკურენტს არ წარმოადგენს. ოპოზიციის ეს მორიგი გრძელებული გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის უკვე ალბათ მეათე ეგრეთ წოდებული ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მე თვითონვე შლიან, რომ მე რამდენად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, ხო? რეალურად ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რამძიმე მდგომარეობაა შექმნილი ეს ოპოზიციაში. არ შეიძლება ამ ალიანსში მყოფი ადამიანებს რაღაცა ერთი აერთიანებინათ, ხო? იმიტომ რომ ისინი არაერთხელ ღიად უპირისპირდებიან ერთმანეთს და მათ აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობები აქვთ. და შესაბამისად ისეთი განსხვავებული ფასეულობის მატარებელი ადამიანები, რომლებმაც ეხლა შეეცადეს, რომ თითქოს ერთიანობა შეენარჩუნებიათ, რომელიც რამოდენიმე კვირა ვერ გაგრძელდა და ეს პირველი უთანხმოება არ არის, ასევე შევახსენებ საზოგადოებას. დატოვებს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ალიანსს. ეს კითხვა ამ ეტაპზე უპასუხოდ რჩება, თუმცა გაერთიანებაში არსებული დაპირისპირება აჩვენებს, რომ თუ მხარეები საერთო პოზიციებზე ვერ ჩამოყალიბდებიან, არ არის გამორიცხული, რომ დაპირისპირება ალიანსის დაშლით დასრულდეს.